ჯერ მინდა მადლობა გითხრათ, ძალიან საინტერესო სტუმარი ყავდათ და ძალიან კარგი დისკუსია იყო და მივხვდი, რომ დამაკლია დებატები ეთერებში, როდესაც ორი განსხვავებული მხარის პოზიციის წარმომადგენელი რაღაც დებატებში არის, რაღაცა გვაკლია ეთერებში. ეს ხელისუფლება უფრო მჭირდება მათთან დებატების შესაძლებლობა რომ იყოს და მათი სახეც არის, რომ ვერ ბედავენ პირდაპირ გელოპარაკონ და მხოლოდ საკუთარ მას ესაუბრებენ. არ მახსოვს რომ იმპერატორმა თქვა რომ მაგრიტიკეთ თუ არ გამაკრიტიკებთ მე ავტოკრატად ჩამოვალებდები და დავიღუპები. აი ეს დაემართათ მათ არ უსწორებენ სიმართლეს თვალს. არ ვიცი მოდით კი რა თქმა უნდა ხა შეიძლება ვიხუბრე რომ წილოსანი საკუთარ პირად ეკონომიკურ აღმავლობას გულისხმობს და საკუთარ პირად ეკონომიკურ წარმატებას, მაგრამ გეთანხმებით იმაში რომ ეს ხელისუფლება მიხვდა რომ ეს სერიოზული პრობლემა შეიძლება მათთვის გახდეს. და გეტყვით ეხლა რა წინა დღეს ირაკლი კობახიძემ ისეთი ილაპარაკა ამასთან დაკავშირებით, რომ აი რა პრობლემაა ეს ულვიზო და აი ასე დაგთხოვს აი ვიზის აღების თემას და ისეთი უტიფარი იყო მისი განცხადება და პრაქტიკულად აი როგორც ხეთ აი ფაშიზმი რომ მოდი ჩავკეტოთ აი აქ მზად იყო მისი განცხადება ამას და მოდი ჩავკეტოთ საზღვრები და ყავდეს ეს ხალხი აქ და არ გავა. მე მიხვდნენ რომ ეს სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ ქართულ ცნებაშიც არიან ადამიანები, თორემ ვინც მათ მხარს უჭერენ და აძლევენ ვთქვი ხმას და რაღაცა არის ხალხი, ვისაც ყავს ოჯახის წევრები, რომლებიც სამ-სამი თვით მიდიან, შრომობენ, რაღაც ვიღაცა სატვირთო მანქანაზე ზის, ვიღაცა ოჯახში მსახურობს და აი ამ 3 თვის განმავლობაში ფულს რაც იშოვის, იმით არჩენენ ოჯახებს. ეს არის მოცემულობა, ხო? და მიხვდნენ რომ ამან პრობლემა შექმნა და ამიტომ კალაძემ შემოიტანა ეს თემა, რომ აი დაბრუნდით და აი აქ უნდა ავაშენოთ ქვეყანა და აი ჩვენ აქ უნდა კარგი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, მიყვება მე კალაძეს, მე შეიძლება მე ვუთხრა, რომ კარგი სამუშაო ადგილები უნდა შექმნა. და შენ 13 წლის თავზე მაგაზე ახლა რომ იწყებ ლაპარაკს, რომელ სამუშაო ადგილებზე არის საუბარი, რომ სად უნდა იმუშაოს იმ ხალხმა, რომელსაც ეპატიჟებიან. არ ვიცი თქვენ თუ ნახეთ ექსპორტი, აი რა გაგვაქვს რეალურად წიაღისეული და ღვინო. წიაღისეული და ღვინო. ეს არის რასაც ჩვენ 13 წლის თავზე ეს ხელისუფლება რომელიც მოვიდა და ამბობდა რომ საწარმოები იქნება და ასე საწარმო და ასე შემდეგ სად უნდა და მეტის დრამატულად შემცირდა დამუშავებელი მრეწველობის მიმართულება, ანუ სამუშაო ადგილები მცირდება და ჭიათურის მაგალითად ამის ძალიან ნათელი დადასტურებაა, იმიტომ რომ ჭიათურა ეხა უნდას რომ საერთოდ დახურონ იმის გამო რომ ცოტა ძვირი ურდებათ რა და ეს ფული ურჩევნიათ რომ თლიანი ჯიბეში წავიდეს, ურჩევენ თამუშან მარტო ზესტაფონი, ვარცი ჰესისტენი და აი აქაც კი ჩანს ღრმა ეგოიზმი. აი რაღაცა მანდ კიდე მეც ეს კითხვა მქონდა როცა მაღაროლებთან შესახვედრ რათო ვიყავი მისული და აი რატომ აი როგორ ხსნით მეთქე ხო მე რომ ბიზნესმენი ვარ რატომ უნდა მაწყობდეს კაცო ბიზნესის გაჩერება ხო რაღაცა თუ ასეთი ამბავია და თურმე რა არის მთავარი მიზეზი იცით რომ მაღაროების მეშვეობით მოპოვება უჯდება ძვირი ურჩევნიათ ღია წესით აი მაღარო დახურა და ესე მიადგება და გამოთხრის კლდეს მთას მთელს ქალაქს გადათხრის მთელი ქალაქი ხო ამაზეა პირდაპირ წიაღისეული გადათხრის ამისთვის არის ეხლა შემოტანა ურჩევნიათ იმიტომ რომ დავარდა მსოფლიო ბაზარის ფასი და ანუ ამ დროს ეს ხო სახელმწიფო მართვია შესული აქ ჩვენ რაღაც კერძო ინვესტორები რა სახელმწიფო მართავს ოფიციალურად და კაპს ხდიან რა ფულს და ურჩევნიათ რომ მეტი მოხადო დამოკიდებულება ამ ქვეყნისადმი ეს მომხმარებლური მომხეჭებული დამოკიდებულება მაგალითად ის რაც ახლა საირმეში ხდება ვიღაცა ფეოდალი რომელსაც გადაწყვეტა რომ მისი უნდა იყოს თელი დღე და ახლა რაც იმ ოჯახს იმ ტყვეებს აი ჩვენ რო ყავს იქ ტყვეები არ არიან ვებხვაძეების ოჯახს რომ მიადგნენ და რეალურად იმ ადამიანებს რომლებსაც უნდა საკუთარი დღე, საკუთარი გარემო, სოფელი გადაირჩინონ და იქ დარჩნენ, იმაც სჯიან. ჩვენ მივიღეთ ესეთი ხელისუფლება, რომელიც მარტო განსხვავებულ აზრს კი არა, სინდისის პატიმრებს რატო ვეძახით იმათ, იმიტომ რომ განსხვავებული აზრის გამოსხედან ის ბავშვები ციხეში. მაგრამ აი შენ რო შენ სოფელში გინდა ცხოვრება, შენი ტყე რომან, პაპა შენი რო აქ ცხოვრობდა, ბებია, რა ვიცი, წინაპრები აქ რო გინდა იცხოვრო და შენ აქ ცხოვრების შესაძლებლობას არ გაძლევენ და თან ამას აპროტესტებ, ამიტომ უნდა დაგსაჯოს და ეს ხალხი მელაპარაკება მე ეროვნულობაზე, იმაზე რომ საქართველო უყვარს და თურმე ესენი არიან საქართველოს ყველაზე დიდი პატრიოტები. ცინიზმია რა თქმა უნდა, ეს არის უტიფრობა და ცინიზმი. აი ცინიკური დამოკიდებულება ამის მიმართ. სხვათა შორის გუშინ იყო რეპრესირებულების დღე 22 ივლისი და აი ჩვენ აი სულ მახსენდება ბებია ჩემის ძმები იყვნენ რეპრესირებული და ის რო ყვებოდა რომ აი როგორი იყო დამოკიდებულება
არასოდეს არ განიკითხოთ ისინიო, ვინც გაიგებთ, რომ გაიხსნება არქივები, რომ გაიგებთ, ვინ დაწერა ჩემზე დანოსიო, არ განიკითხოთ ის ხალხიო. რატო, მე ვერ მოვესწარეს, მაგრამ მამა ჩემი მიყვება, რომ იმიტომ რომ თქვენ არ იცით რამ ხელაწნეხს განიცდიდა ეს ხალხი და ესეც მინდა ვთქვა ხშირად მომისმენი ამ ბოლო დროს, რომ დაბეჭავებულ ადამიანებზე გაბრაზება. შენ რომ ვიღაცამ ქართული ოცნება რომ დგას ამ დაბეჭავებულ ადამიანებზე მე ვერ გავბრაზდებდი ამას ეხლა გუშინ ძალიან საზღარი რაღაცები წავიკითხე მაგალითად ტრაგედია იმ ადამიანებისთვის სტიქიური უბედურება როცა ხდება ხო ადიგენის სოფლებში პრაქტიკულად გააპარტახა სოფლები ეს გაჭირვებული ხალხი დარჩა ესე ქუჩაში მთელი მათი შემოსავალი სახლი კარი რაღაცა გაუნადგურა და ამ დროს ვიღაცა მერიაში გოჩა აქიმიძეა თუ ქიმაძე გადაწყვიტა რომ მის რაღაც ეს პოსტველები რო ყავს იმათ აწერინო სადიდები წარმოგიდგენიათ ეს ცინიზმის ამ მომენტში რომ ხალხი ითხოვს შოლას გვიშველეთ განაილანძღება გვიშველეთ რაღაც მოგვეხმარეთ იმიტომ რომ ხა მე ვერ გავწევ ხო იქ რაღაცა რომ ჩამოვა დიდი ღვარცოფი ხუჭირება ტექნიკა და გვეხმარეთ ამას ითხოვს და ამ დროს აი შენ მერი რო გქვია ყველას და ყველაფერს რომ მოერგე ყველა ხელისუფლებას და ყველა მთავრობას და ყველაფერს და იმისთვის რომ იცლი რომ ვიღაცებს დაავალო რომ წერონ ჩვენი მერი ყველას მოგვახსენს ყურადღებას ჩვენ დიდებული მერი ყავს აი ამისთვის რომ იცლი ხვდებით ირაკლი რა მდგომარეობაში ვარ რომ აი მაგრამ მე იმ ხალხს ვერ გავბრაზდები მე გაბრაზებული ვიქნები იმაზე ვინც ამათ აბეჭავებს და მაგრამ რა მიკვირს არ ვიცი შოვის ტრაგედიიდან აი 3 აგვისტოს მოხდა ხო კი აგვისტოს კი ეს იყო აი ჩემთვის აი მაშინ გახსოვთ ირაკლი კობახიძემ გადარჩენილი ტრაგედიას გადარჩენილი ბიჭი რო ყვებოდა როგორ გადარჩა და მასზე რომ ჭორების გავრცელება გადაწყვიტა გახსოვთ რომ აი დაადანაშაულ იტყუება პრაქტიკულად მე ბოდიში მოიხარდა გახსოვთ ხო და აი ეს არის ის რაც ზევით არის ქვევით მიდის ხო და რომ მეუბნებიან რატომ შედიხარ არჩევნებში ბოდის არ მოიხდიდა ალბათ ხო აი რომ მეკითხებიან ტრანსფორმირდება რაღაცაერთ ხო შეიძლება აი შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გადის უკვე 3 წელი ამასაც ნახე პოსტერი იქ მემორიალის სტატიკმას აპირებენ რა თქმა უნდა კარგი არის მემორიალის სტატიკმა და კი სხვაებრივ ყოველთვის რომ მოვიგონოთ და არ ეს ადამიანები არ უნდა დავიწყოთ მაგრამ მათი ყველაზე უფრო ეფექტური კარგი მოგონება ის არ იქნებოდა რომ ჩვენ ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგით რომ ასეთი რაღაცების შეტყობინების სისტემა აი მაგალითად შვეიცარიის მაგალითი რო გაქვს ხო სოფელი დაიმარხა ახლა შვეიცარიაში მთელი სოფელი და ერთი ადამიანი არ დაგვიწყდა იმიტომ 4 წლით სადრე რაღაც სტიმულაციები შეისწავლეს ნახეს და მე როგორ გადაიყვანა რა ვიცი რომ მთელი სისტემა ქონათ მოწყობილი სოფელი მიწის ქვეშ აღმოჩნდა ერთი ადამიანი არ დაგვიწყდა იმიტომ რომ არსებობდა ეს სისტემა შოვის ტრაგედიაზე მოგონებაზე თუ არა ლაპარაკი ყველაზე სწორი მოგონება ის არ იქნება რომ ამ მიმართულებით ერთი ფული დაგვეხარჯა 30 მილიარდიანი ბიუჯეტიდან მემორიალი კი ბატონო მე კიდე მოხდება თქო კიდე მემორიალები და მემორიალების ქვეყანას ხარ გადავიქცევით ხო ცოცხალი ადამიანების ქვეყანა უნდა ვიყოთ ხო კი რა თქმა უნდა და ტრაგედიიდან ტრაგედიამდე რომ ცხოვრობთ და მე ეს ყველაფერი ცოცხალიც მიდის მაგრამ ყველაფერი ილექება და იცით აი როცა აი თვითმმართველობის არჩევნებში შედიხარ რომ მეუბნებიან და აი რომ მივდივარ ახლა იმ რეგიონებში მივდივარ და უნდა ვიარო კარდა სოფელ და ჩემი მიზანი არის რომ იმ ხალხს ველაპარაკო და ვუთხრა რომ მარტო არ არიან და ვერ დავტოვებ ამ ფეოდალთან და ეს რაღაცა პატარა ჯგუფი რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება არ არის ამ ქვეყნის პატრონი და თქვენ ხართ ის ხალხი ვისაც შეგიძლიათ ეს შეცვალოთ და მე ახლა მე უკან ვიღაც უნდა გამომყვეს და თქვა ელაპარაკოს ამ ხალხს რომ არ შეხვიდეთ არჩევნებში იმიტომ რომ აზრი არ აქვს ყველაფერს ესეც არის ჩემთვის თემა ძალიან სწორად მინდა გაიგოს ამ მე რამხელა ძალის ხმევა უნდა დავხარჯო ხო მე შემიძლია ბოიკოტის მხარეს ვიყო და ვიყო ბოიკოტში და აი ხა ბატონი საუბრობდა მაგას რომ არც იქ არ მქონდა შედეგი აქ და უნდა ვიყო რაღაცა თურმეობით კილოთი ვილაპარაკო და იქნებ რამე მოხდეს აქ ის მაინც მეცოდინება რომ მე ჩემი ვცადე ბოლომდე მე ვიარე კარდაკარ ველაპარაკე ხალხს თავარი ძალა არის ხალხი მე ამის მჯერა რომ ველაპარაკე კარდაკარი ყველამიანებს უთხარი დავარწმუნე ჩემი უნდა გავაკეთო აუცილებლად მე ჩემს სინდისთან ღმერთთან და სამშობლოსთან მინდა ვიყო მართალი და მე ამიტომ უნდა ვიარო ამ ადამიანებთან და დავარწმუნო ისინი ჩვენ შეგვიძლია ეს არის დროებით რა ვიცი შემოპარული ეს რაღაცა კრიმინალების ბანდა ამათაც მინდა მივმართო რომ აი ჩემს ხარჯზე ესეც მინდა ვუთხრა მათ ჩემს ხარჯზე და ჩემნაირების ბრძოლის ხარჯზე რომ შემოხვედით რაღაცა და დღეს რომ ნაცმეძახით თქვენ რომ შემოხვედით ჩვენ ჩემნაირები გავიწიეთ მაშინ იმიტომ რომ მე პირადად გავიწიე რომ კაი
სანამ მე ომში ვიყავი და ჯარისკაცი ვიყავი, თქვენ ისწავლეთ რაღაც გამოცდილება და აგროვეთ. თან მეთქი შეიძლება მე დამძიმებული ვარ ამ მუდმივ ომში რო ვიყავი, ხო, იმ წინა ხელისუფლებასთან და შეიძლება თქვენ შეიძლება უკეთად მოახერხოთ უკეთად ქვეყნის მართვა. მაგრამ არა, ამაც მაგადაწყვიტეს, რომ ჩემს ხარჯზე რომ მოვიდნენ, ყველაფრის უფლება აქვს და ეს ქვეყანა მათია, როგორც აი, ასე ვთქვათ, გაყიდის, იქ ჰეს ჩადგა, აი, ჰესებთან დაკავშირებით რაც ხდება, საერთოდ ეს კატასტროფა არის ენერგოპოლიტიკა სხვათა შორის. ერთ-ერთი დაპირება იყო ქართული ოცნების, სადმე უნდა მოვიძებნო ჟურნალად რო ქონდათ გამოცემული იყო ბენზინის ფასებზე ხო გახსოვთ ერთ საწავიდა ეს 1 ლარი და მეორე იყო ტარიფის თემა. გახსოვთ რომ მთელი კამპანია ქონდა ქართულ ოცნებას ამაზე. ჩვენ ენერგოპოლიტიკა არ გვაქვს. ენერგოპოლიტიკა არის ორი რამე, მარტივად რო თქვა, ეს არის უწყვეტი მომარაგება და ტარიფი. უწყვეტი მომარაგება არ ვიცი, ნახევარ ქალაქი მის გარეშე შეება ხოლმე შუქის გარეშე და 2 დღის წინ თუ იქ იყო 3 დღის წინ ჩხოროწყუში წვიმა მოვიდა, ძლიერი წვიმა. ხალხს 2 დღე შუქი არ ქონდა. გაუფუჭდა პროდუქტები, პატარ-პატარ მაღაზიებისაც ქონდათ. ისეთი ზარალი მიადგა იმ ხალხს, ვის აინტერესებს ეს ხალხი? ვის აინტერესებს? კაი, იმას უწყვეტ მომარაგებაზე რო თქვა და ტარიფი. ტარიფი არათუ შემცირდა, გაიზარდა ამ წლების განმავლობაში. აი და ასეთი უამრავი რამე გვაქვს, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ უნდათ. ამის არც მოგვარება უნდათ, არც ინტერესი აქვს. ამიტომ ლაპარაკობენ deep state-ზე, GOP-ზე, არ ვიცი, უცხო პლანეტელებზე, ყველაზე და ყველაფერზე ილაპარაკებენ, საქმეზე, ადამიანზე. კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე არ ლაპარაკობენ. იცით, აი მე ამაზე მინდა გითხოთ, აი მუშაობს თუ არა? აი მათი ეს სტრატეგია, ხო, აი ბევრს აშინებს, რომ მერთო აი ისეთ სისულელეს მოისმენ ხანდახან, რომ ეს ადამიანს როგორ უნდა აკადრო, რომ უთხრა რა, აი ხო რაღაც ხო არის რაღაც თავმოყარეობაც ხო არის, ან იმ ადამიანს რატო აყენებ ასე შეურაცხყოფას, რომ ასეთ სისულელეს რატო ეუბნები და მე ისე მეთოდულად მიყვებიან ამას, რომ ბევრს აშინებს, რომ მართლა ხომ არ მუშაობს ეს ყველაფერი, ესეთი პრიმიტიული გზავნილი, რომ აი ხალხო ჩვენ სქესი შეცვლა უნდათ ქართველებისათვის, აი რაღაცა ომში ჩართვა უნდათ ამ მომენტში თან ხო რაღაც გარემოებებს ხონა შეხედო და ვიღაცა შეიძლება იჯერდეს. როგორ ფიქრობთ, მუშაობს ეს? მათ შორის მათ ამორჩევრისათვის ეს. იცით რა, სადღაც მუშაობს, სწორედ ამიტომაც არ უნდა დავტოვოთ ამ პროპაგანდის პირდაპირ მარტო და თუ მე არა მაქვს ჩემი ტელევიზია, რომელიც მფარავს მთელ საქართველოს, მე ბიული კარდა ამას დავაზე ვილაპარაკებ. მაგრამ თავარი მან კიდე ახლა იმ ხარახანის თქვით ძალიან დიდი საფრთხის შემცველია ეგ ამბავი და მათთვის პირველ რიგში მათთვისაც შემცველია ეს თემა, ამ თემის შემოტანა, როცა არის საუბარი სექსუალურ ორიენტაციაზე, იმიტომ რომ ეს არ არის ის, რომელიც როგორ გითხრათ, შემოფარგლულია პოლიტიკური შეხედულების შესაბამისად. პარტიული მხარდაჭერის მიხედვით არ იყო ფაქტი. არა და ჩვენ ეს არის ძალიან ცუდი რამე, იმიტომ რომ პოლარიზაცია გვაქვს აშინელი და ამ დროს ეს საკუთარი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ნათესავებს აყენებენ პირდაპირ საფრთხის ქვეშ. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ვიღაცამ, ანუ ეს გამოვიდეს შეიძლება, ეს არ შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ეს კარგია, რომ ყველა გაირკვევა ვინ არის, მაგრამ შეიძლება მათ ყავდეთ ოჯახის წევრი ისეთი, რომელიც ამას აფიშირებას არ აკეთებს და არ ლაპარაკობს ამის შესახებ და ასე ცხოვრობს. შეიძლება ვიღაცას უნდა და ვერ ბედოს, მაგრამ შეიძლება ვიღაცას არ უნდა. და მე სხვა მხრიდან რომ ეს ყველაფერი გამოქვეყნეს, ეს ყველაფერი დაიდოს, შეიძლება ტრაგედიები მოხდეს ერთი მხრივ ხდებით. შეიძლება შევხედოთ ესე რომ, რა ვიცი, მე ისწავლო საკუთარი ოჯახის წევრები მიღებაც და საკუთარ ოჯახებსაც საკუთარ ოჯახებში. ეს ძალიან რთული პროცესია და თავი შედეგი ისე რომ ადამიანები უბრალოდ ქვეყნიდან მიდიან იმის გამო რომ და თუ იმას უხარია რომ ეს ადამიანები ქვეყნიდან მიდიან, ეს არის ძალიან დიდი, ანუ სხვა ბევრ ადამიანთან ერთად ხო ჩვენ კარგავთ ადამიანებს. კი, კარგავთ ადამიანებს, კი. რა ვიცი, არ არის ეს კარგი. კი, რა თქმა უნდა და ის რომ ძალიან საინტერესო იყო ესე მუშაობს თუ არა, დიახ, მაგალითად ომის პროპაგანდა მიმუშავა. ანუ მშვიდობა გინდა ჩვენ თუ არა და აი ხო გეუბნებით აი ბომბი მოიტანა პუტინმა და ახლა მიშა თუ მოვა იმ ბომბს პუტინი ისურვეს, ამ პროპაგანდა იმუშავა, მე შემხვდა ხალხი, ვინც ამას მიმტკიცებდა. რომ იცით რა, ომი იქნება, თქვენ რაღაც ამ ოპოზიციას უნდა რომ მოვიდეს და აქ ომი მოიტანოს, შემხვდა ასეთი ხალხი, სოფროს ხო დავდიოდი კარდაკარ ვიღაცებს რომ ველაპარაკებ რა კარდაკარ აგერ ფარგიაშულზე მცხოვრება ქალმა მითხრა შენ შვილები არ ყავსო და შენი შვილები ომში არ წავლენ და ჩემი ბიჭები უნდა გაუშვა ომშიო ეს ამ რაღაცებმა იმუშავა რა თქმა უნდა უნდა გავუსწორო ხელახლა შემოიტანეს ეს თემა ხო ნახეთ მაგრამ ომზე ბევრს ვერ ველაპარაკობენ იმიტომ რომ შენ გაქვს მაგალითად ეუბნები მოლდოვა რომელიც არ სანქციებს მიერთებია მაგალითად რომელსაც ასევე აქვს ოკუპირებული ტერიტორია ხო გავს ამას უკრაინის მოსაზღვრე არის მასაც აქვს ეს პრიეთი მასაც აქვს ხო კონფლიქტური ზონა თავის ტერიტორიაზე თავის ქვეყანაში მაგრამ რატომ არავინ არ თხოვა მას ომში ჩართვა მაინც მე უნდა ჩართულიყავი ომში აი ამიტომ ლაპარაკობ რომ არ ჩართულა არც ომში სანქციებსაც არ შეერთებია მოლდოვა ოღონდ ამავდროულად ევროპისგან სვლას განაგრძობს ევროპისგან დახმარებას
იღებს, იმიტომ რომ ის აკეთებს რეფორმებს. ის მიყვება და ამბობს, როცა თქვა რომ მე მინდა ევროპა არის კონკრეტული მოწყობა სისტემის. მოლდოვას ჯარი არ ყავსო და ამის რა აზრი აქვს მოლდოვას და ჩვენ ანუ გავიგეთ ჩვენ პატივისცემა ქართულ ჯარს, მაგრამ ჩვენი მხრიდან რუსეთთან ომის დაწყებას რა აზრი აქვს? ანუ ამ პირობებში ჩვენ არ სტრატეგიული სიღრმე არ გვაქვს. ანუ პირდაპირ ანუ რთულია ხო? ჩვენ რუსეთს ომს ვერ მოუგებთ ხო? ეს ყველა ვიცით რომ რუსეთს ომს ვერ მოუგებთ. ჩვენ როგორ უნდა დავიწყოთ ომი, როდესაც მთავარი არგუმენტი, როდესაც უკრაინაზე არის საუბარი, ყოველთვის არის მთავარი, რომ ეს იყო თავდასხმა, არაპროვოცირებული. უკრაინას ომი კი არ დაუწყია, რუსეთმა დაიწყო არაპროვოცირებული ომი. მე რო დავიწყო ვინმესთან ომი, ხომ მივცემ სალაპარაკოს რუსეთს, რომ აი ქართველებმა დაიწყოს ომი. ანუ საერთოდ ლოგიკა აქ არ არის. მთავარი ამბავი რაც არის ჩემთვის, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც ვლაპარაკობთ ევროპასთან დაკავშირებით, ესე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ვიცოდეთ, რომ გაცილებით ძიმე საკითხები დგას, ეს არის ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება შესაძლებელია, კანდიდატის სტატუსი, ისეთი საკითხებია, რომლის უკან შებრუნება იქნება გაცილებით რთული. ჩვენ ახლა უნდა მოვახერხოთ, რომ ეს ზიანი, რომელსაც ვიღებთ, შევამციროთ, რომ როდესაც ეს შეიცვლება, რომ ჩვენ უფრო სწრაფად შევძლოთ ქვეყნის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება, იმიტომ რომ ჩვენ მართლა გვჭირდება მშვიდობაც, სტაბილურობაც და განვითარებაც და რეალურად ამ ქვეყანაში ისეთი სახელმწიფოს შენება, რომ მართლა არ უნდადეს ევროპაში წასვლა თუ აზიაში წასვლა სამუშაოდ. ეს ხო გვჭირდება ჩვენ, ხო? ჩვენ ხო უნდა გავაკეთოთ ჩვენ ერთად. იმ ადამიანებმაც არ ვიცი მე სულ მაქვს ეს ცდილობა, რომ ბოიკოტში ჩართულ ადამიანებს მივმართო და ვთხოვო, რომ კიდე ვიფიქრონ ამაზე. იქნება ის კი არ უთხრათ, რასაც ქართული ოცნება უნერგავს ამ ხალხს, რომ თქვენ არაფერს წარმოადგენთ და მაინც ისე იქნება, როგორც ჩვენ გადავწყვეტ და როგორც ახლა ბიძინა ივანიშვილი თუ ირაკლი კობახიძე და მდინარაზე გადაწყვეტ, ასე ვიქნებით ყველა. არამედ ის, რომ თქვენ ხართ ძალა, თქვენ შეგიძლიათ ამ ქვეყნის ბედი შემოbrunება. ეს ვუთხრათ, აი მინდა ვთხოვო, სულ მინდა მივმართო, იმიტომ რომ ამბობენ, რომ კი ძალიან ცუდი მოცემულობა გვაქვს, რომ აი ესე შევდივართ ორი ძალა და სხვები არ შედიან, მაგრამ იქნება შეიცვალოს და იქნებ აქ თეორიული შანსი მაინც ხომ არსებობს, რომ აი ასე ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ. ხოთა შორის 2012 წელს, როცა პრაქტიკულად არჩევნებით აჯანყება მოაწყო ხალხმა, იქ მაშინ ქართულ ოცნებაზე გაგიჟებული კი არ იყო ეს ხალხი, არამედ აი ის მობეზრდა, რასაც უყურებდა. მაშინ იმდენად დიდი იყო ხალხის მონაწილეობა, რომ რაღაც გაყალბების ის შესაძლებლობა არ მისცა ხელისუფლებას და ახლა შეიძლება ამ გზით ვიაროთ. მესმის, თქვენ შეიძლება მითხრათ, რომ ადგილობრივი არჩევნები რა პოლიტიკური მნიშვნელობის არის, მაგრამ მე მართლა მჯერა, რომ ადგილობრივი არჩევნები ყველაზე პოლიტიკური მნიშვნელობის არის, იმიტომ რომ იმ ხალხმა, იმ ადამიანებმა დაიჯერონ, რომ მათი სოფლის ბედი მათ ხელშია, მათი ქალაქის ბედი მათ ხელშია. მადლობა ძალიან დიდი.